დღევანდელი აქცია შედგა. ეს არის უკანონოდ დატყვევებული ადამიანების, მშობლებისა და ოჯახის წევრების პოზიცია. თქვენ ახლა ფონად გესმით ხმა ირაკლი ჩარკვიანის საქართველო, რომელიც არის ამ და სხვა საპროტესტო აქციების ერთ-ერთი უდიდესი და მთავარი სიმბოლო. მოქალაქეები კი არიან უცვლელ განწყობაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ამინდიც არ უნდა იყოს თბილისში, როგორც არ უნდა წვიმდეს დედაქალაქში, მაინც გამოვლენ ისტორიულ ადგილზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც არაერთხელ გადაწყვეტილა და შეცვლილა საქართველოს ბედი. ამბობენ, რომ დღევანდელი დღე არის სიმბოლური დუალური მნიშვნელობის, ასოცირდება როგორც გლოვასთან, ასევე ძალიან დიდ გამარჯვებასთან და ამბობენ, რომ ამ გამარჯვებამ ყველაფერი გადაწონა და როგორც 36 წლის წინ ქართველებმა მოიპოვეს ნანატრი დამოუკიდებლობა, დღესაც იბრძოლებენ იმისთვის, რომ ამ პრორუსულმა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ არც ერთ შემთხვევაში არ წაიყვანოს საქართველო რუსულ ორბიტაზე და ამბობენ, რომ იბრძოლებენ ბოლომდე. ყველა სრულიად დასავლეთს დაანახებენ, რომ ქართველი ხალხი პროევროპულად და დასავლურად განწყობილი მოქალაქეები და ქართული ოცნება რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და რომ რაც არ უნდა ქნას, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა, ისინი მაინც მიიყვანენ ამ ამბავს ბოლომდე, საქმეს ბოლომდე და მაინც გაიმარჯვებს ქვეყანა, გაიმარჯვებს ისე, რომ ის იქნება ისეთივე ევროპული, როგორიც დღეს არის ქართველი ხალხი და ამბობენ, რომ ვერც ძალადობით, ვერც ჯარიმებით, ვერც მორალური ტერორით ვერ დააშინებს ეს რეჟიმი მათ და როგორც დღეს გაიმარჯვეს და როგორც რეჟიმის წარმომადგენლები, თვითმარქვია ხელისუფლების წარმომადგენლები არ მიუშვეს მემორიალთან, სწორედ ასე გაგრძელდება მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც ქართული ოცნების ვერც ერთი წარმომადგენელი ქუჩაში ამაყად ვეღარ გაივლის. ეს არის მათი პოზიცია. დავაანონსეთ 8 აპრილის ღამე და 9 აპრილის მთელი დღე 24 საათიანი აქცია. ყველა კომპონენტში სრულად შევასრულეთ ის დაპირება, რა დაპირებაც საზოგადოებას მივეცით ჩვენ. რა განცხადებაც მათ გააკეთეს, ეს იყო ძალიან უღირსი განცხადება იყო, დე-ფაქტო პრემიერისთვისაც კი უღირსი იყო. იცოდნენ, რომ არ მიუშვებდით და პროვოკაციებს თვითონ აწყობდნენ და უნდათ რომ როგორმე მიეღწიათ ამ პროვოკაციებით მემორიალამდე, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. დღევანდელი დღე ნამდვილად შედგა, ძალიან მიხარია, რომ ეს ერთობა დავანახეთ რუსულ რეჟიმს და კიდევ ერთხელ გამოაჩინეს და გამოამჟღავნეს თავიანთი თავები, რომ არიან რუსული ოცნება და არა ქართული ოცნება, იმიტომ რომ 9 აპრილის არაღიარება, რომ ეს სისასტიკე ჩაიდინა რუსეთმა არის, არ ვიცი, თვითმკვლელობის ტოლფასი ჩემი აზრით და თუ ვინმე შემორჩათ კიდევ ვინც აქამდე, ვისაც აქამდე ეჭვებარებოდა ესენი რუსული რეჟიმის წარმომადგენლები იყვნენ თუ არა, დღეს მათ ნამდვილად დაადასტურეს, რომ კი მეგობრებო, ისინი ნამდვილად რუსული რეჟიმის წარმომადგენლები არიან. ეს იყო ბოლო პერიოდში, რაც კი პროტესტი ყოფილა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, იმიტომ რომ აი ის რუსები, რომლებიც რუსულ განცხადებებს აკეთებენ და რუსული მეთოდებით არბევენ და იჭერენ ადამიანებს, დღეს ვერ მოვიდნენ აქ 9 აპრილის მემორიალთან და ეს არის ძალიან კარგი მესიჯი ქართველი ხალხისგან მათ მიმართ და ქართველმა ხალხმა და იმ ადამიანებმა, რომლებმაც დღე და ღამე გაათენეს აქ, მათ კაცრად უთხრეს და მკაფიოდ უთხრეს, რომ მათი ადგილი არ არის გმირებთან. ქართულმა ოცნებამ დღეს საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებს, იმის გამბედაობაც კი აღარ ყოფნით, რომ რუსეთს ოკუპანტი დაუძახონ და თუ კი თავიდან ის აწარმოებდა არ გაღიზიანების პოლიტიკას, საბოლოო ჯამში ის იქამდე მივიდა თვითგამოცხადებული ხელისუფლება და რეჟიმი, რომ ის საკუთარ სახელსაც კი ვეღარ არ ქმევს მოვლენებს. ასეთი არის აქ მყოფი ადამიანების პოზიცია. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ აქ ყველა სფეროს წარმომადგენელია, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები და შეიძლება რიგ საკითხებთან მიმართებით მათ ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ, თუმცა როდესაც საქმე ეხება საქართველოს ღირებულებებს, ევროპულ ღირებულებებსა და მათ შორის ფუნდამენტურ საკითხებს, ისინი ყოველთვის თანხმდებიან და ასეთი მთავარი საკითხი არის ის, რომ დღევანდელი დღე არის ქართველი ხალხის გამარჯვების სიმბოლო და ამბობენ, რომ ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ. ახლაც წვიმის მიუხედავად ქოლგებით დგანან რუსთაველის გამზირზე და ყველას მოუწოდებენ, რომ გამოვიდნენ, დადგნენ მათ გვერდით და აიმაღლონ ხმა ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც საბოლოოდ დაკარგა სახე და რომელიც იმასაც კი ვერ ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია.